San Lorenzo in Lucinas უძველესმა ბაზილიკამ რომში ბოლო დღეებში ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ეს მას შემდეგ, რაც ფრესკაზე გამოსახული ქერუბიმი რესტავრაციის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ 2000 წელს ბრუნო ვალენტინეტის მიერ შექმნილი ფრესკა წვიმამ დაასიანა და 2023 წელს მისი რესტავრირება გახდა საჭირო, რაშიც ხატმწერი თავადვე ჩაერთო. ვალენტინეტი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ქერუბიმს სწორედ ის სახე დაუბრუნა, რაც დაზიანებამდე ჰქონდა, თუმცა ამაში ბევრს შეეპარა ეჭვი. მოგვიანებით მან თქვა, რომ ხატვის სახე მართლაც დაამსგავსა პრემიერ-მინისტრს, თუმცა არ უთქვამს რატომ. საქმე ვატიკანამდეც კი მივიდა, საიდანაც ფრესკისთვის ძველებური სახისა და ზეციური იერის დაბრუნება ბრძანეს. საეკლესიო მხატვრობაში პოლიტიკოსების ადგილი არ არის, თქვა პაპის წარმომადგენელმა კარდინალმა. Allora, a me sembra che si sia scatenata una tempesta in un bicchiere d'acqua. ჩემი აზრით, აჟიოტაჟი ზედმეტია. ნათელია, რომ გაზეთებში გამოქვეყნებული რესტავრირებული ფოტო აშკარად გავდა მელონის სახეს. რახან ამან სკანდალი გამოიწვია, სწორად მოიქცნენ, რომ გადაწყვიტეს მისი მოხსნა და საბოლოოდ მისი პირვანდელი სახის აღდგენა. თუმცა ვშიშობ, რომ მისი პირვანდელი სახე არაბის ახსოვს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ კარავაჯო არ არის. თავად ეკლესიის მღვდელის საკითხს მშვიდად შეხვდა. ის პასუხისმგებელია მრევლი მესაზე შეკრიბოს. სხვა მხრივ კი აუცილებელია არსებობდეს წესები და კანონები, რომელსაც ყველა დაიმორჩილება. ერთ-ერთი ასეთი წესია საავტორო უფლებების დაცვაც. მაგრამ ვინც ეს ფრესკა დახადა, მანვე აღადგინა ის. ამიტომ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. A Roma diremo datevi una regolata. ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. იუმორით გამოეხმაურა მომხდარს თავად ჯორჯა მელონი, რომელიც როგორც ჩანს არტისტის შთაგონებად იქცა, რახან მეხუთე საუკუნეში აგებულ ბაზილიკაში მისი სახე გამოხატა. საქმეში ჩაერთო მისი ოპოზიციაც, სადაც ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ხელოვნებისა და კულტურის პროპაგანდის იარაღად გამოყენება დაუშვებელია. ამჟამად ფრესკას სახე წაშლილი აქვს. დარჩენილია მხოლოდ ანგელოზის ტანის გამოსახულება. კულტურის სამინისტრო კი საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, რათა წმინდა ლორენცოს ბაზილიკის ფრესკაზე ანგელოზის პირველ სახე დაადგინონ. თავად უჩვეულო ამბავი საზოგადოებამდე იტალიურმა გამოცემამ La Repubblica მიიტანა.